Სალამი, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ, გადაცემა, სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ მაინერების ბედს მალაიზიაში, ბრაზილიულ ფიშინგზე და მაიკლ სელორის ინვესტიციაზე. მალაიზიის ენერგოკომპანიამ TNB-მ განაცხადა, რომ 2020-დან 2024 წლებში კრიპტო მაინერებმა ფარულად მოიპარეს ელექტროენერგია 14000 ლოკაციაზე და ზარალმა გადააჭარბა 1.1 მილიარდს. სახელმწიფო ერთობლივ რეიდებს ატარებს, ამოღებულია ასობით მაინინგ ფერმა და რეალურ დროში AI-ის დახმარებით ცდილობენ დენის უცნაური მოხმარება გამოავლინონ. მოკლედ კრიპტო მაინინგთან დაკავშირებული დენის ქურდობა ბოლო წლებში 300%-ით გაიზარდა, რაც უკვე საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგოქსელს. ბრაზილიელი კრიპტო ენთუზიასტები საფრთხის ქვეშ არიან. ქვეყანაში გავრცელდა WhatsApp scam ვირუსი. ყველაფერი იწყება უბრალოდ მულით მეგობრისგან. თუ არ გაგიმართლა და დაკლიკე, მაშინ ვირუსი შენ ინფორმაციას იპარავს და იგივე მულს უგზავნის შენ მეგობრებს. ამავდროულად ტროიანი იპარავს wallet-ების პაროლებს. დამნაშავეების გამოაშკარავება რთულია, ვინაიდან ვირუსი ბრძანებებს მეილის ფიქციური ინბოქსიდან იღებს. მოკლედ თუ იყენებ WhatsApp, ფრთხილად იყავ. მაიკლ სელორის კომპანია Strategy-მ ერთი კვირის განმავლობაში იყიდა 8178 ბიტკოინი, ჯამში 835 მილიონი დოლარი. საშუალო ფასმა შეადგინა $102,000. ამ ინვესტიციის Strategy-ის ჯამური ბიტკოინების რეზერვი 48 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიას წლებია ერთი სტრატეგია აქვს ბიტკოინის დაგროვება. მოკლედ ეს ინფორმაცია გამჭირვალეა და უფრო საინტერესოა დიდი ვეშაპები რა ფასად ყიდულობენ ბიტკოინს. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩეს თავარი, მოკლედ.